როზაცეის შემთხვევაში როგორ გავიწმინდოთ სახე. რა თქმა უნდა, როზაცეის დროს მეტი მკვდარი უჯრედი გამოიყოფა ჩვენ კანზე, ამ დაავადებიდან გამომდინარე, შესაბამისად, ამას სჭირდება მოცილება, მაგრამ მოცილება არა სკრაბებით, ღრუბლებით, არამედ ყველაზე რბილი მეთოდით, რომელსაც ქვია ენზიმური პუდრი. ენზიმური პუდრი ყველაზე რბილად მოგაცილებთ თქვენ აი ამ ზედმეტ უჯრედებს, ძალიან გლუვად გადაიყვანს კანიდან, ოღონდ დავიმახსოვროთ ესეთი რაღაცა. ენზიმური პუდრის გამოყენება შესაძლებელია კვირაში ერთხელ, როზაცეის შემთხვევაში ხაზგასმით გეუბნებით. პუდრის გამოყენების შემდეგ ხო მოქმედების წესი ყველა ვიცით, თუნდაც ცოტათი დავიყაროთ ხელზე, ივასხათ თბილი წყალი, ავრიოთ, დავიმუშაოთ კარგად სახე, დაახლოებით 30 წამი და ჩამოვიბანოთ თბილი წყლით. ამის შემდეგ აუცილებლად უნდა წავისვათ ჩვენ რამე დამატენიანებელი საცხი, ან ის საცხი, რომელსაც ჩვენ ხმარობთ ყოველდღიურ რუტინაში. აი ამ ელემენტარული რიტუალის მეშვეობით თქვენ მოიცილებთ სახით ამ მკვდარ უჯრედსაც და კანსაც არ დააზიანებთ. აბა ჩემო კარგებო, როგორც ყოველთვის საუკეთესო არჩევანი თქვენზეა.